ბიჭებო, დროა გითხოთ. შეიძლება თუ არა ისლამური რესპუბლიკა მართლაც დაეცეს? და პასუხი არის დიახ, მაგრამ არა მაშინ, თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმავე შეცდომის დაშვებას, რასაც უკვე 23 წელია აკეთებს. უკან იხევს იმ მომენტში, როცა ბოლოს და ბოლოს ირანზე ზემოქმედების ბერკეტი უჩნდება. ამ კვირაში აშშ-ში დაიწყო Project Freedom და ეს იყო გენიალური. შესაძლოა ისტორიაში პირველად ამერიკული სამხედრო გემები ფიზიკურად აცილებდნენ გემებს ჰორმუზის სრუტეში, რაც ნავთობის გატარებას უზრუნველყოფდა იმ წყლის გზით, რომელსაც ირანი ომის დაწყებიდან ბლოკავდა. ეს იმუშავა, გემები გაიარეს, ირანმა ვერ შეძლო მათი შეჩერება. და უკვე მოქმედ საზღვაო ბლოკადასთან ერთად, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტს აღჭობდა, ეს იყო ის მომენტი, როცა ისლამური რესპუბლიკა რეალურად დროის უქონლობის წინაშე დადგა. და მაინც 24 საათის შემდეგ ტრამპმა ეს შეაჩერა. დღეს გავიგებთ ზუსტად რატო იყო Project Freedom ასეთი საშიში ირანისთვის და რატო ხდება ისევ და ისევ, რომ როცა ბერკეტის მოპოვებას უახლოვდებით, ჩვენი ლიდერები უკან იხევენ. მოგესალმებით ირა Case Show-ზე JNS TV-ზე. დავითხოვთ. ასე რომ, როდესაც აშშ-ში და ისრაელმა 27 თებერვალს დაიწყეს Operation Epic Fury, სოფლიოს უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა ავიადათმებზე, ბომბდამშენებზე, ბუნკერების გამანადგურებლებზე, ბირთვულ ობიექტებზე, ყველალადვე და ყველაფერზე რაც ხდებოდა დრამატულ ხილულ ნაწილზე. მაგრამ ჩუმად, შეერთებული შტატები ასევე აკეთებდა იმას, რაც ირანის წინააღმდეგ ბოლო 40 წლის დაპირისპირების განმავლობაში არ გაკეთებულა. აშშ-ში საზღვაო ძალებმა დაითრას ირანის პორტების ბლოკადა, ფიზიკური ბლოკადები. სანქციებისა და მუქარის წერილების ნაცვლად რეალური სამხედრო გემები განლაგდნენ ირანის სანაპირო წყლებთან. აჩერებდნენ ხომალდებს შესვლისა და გასვლისას. რომ გაიგოთ, რატო განსხვავდება ეს ყოველფრისგანაც აქამდე იყო. უნდა გაიგოთ, როგორ ძლებს ისლამური რესპუბლიკა. იცით, რეჟიმი ნავთობზეა დამოკიდებული და ეს მეტაფორა არ არის. მიგულისხმია პირდაპირ. ნავთობის შემოსავალი აფინანსებს რევოლუციური გვარდიის ბიზნეს იმპერიას, რომელიც ირანის ეკონომიკის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებს. ის აფინანსებს უსაფრთხოების ძალებს, აფინანსებს ბასეჯმიასებს, ბასეჯის მილიციას, რომელიც ქუჩებში პროტესტებს ახშობს. ის აფინანსებს იარაღიანი კაცების ხელფასებს, რომლებიც სასულიერო ხელისუფლებას ძალაუფლებაში ამყოფებენ. სანქციებს მიუხედავად მათი სიმკაცრისა, ყოველთვის ჰქონდათ ზღვარი. ირანს შეეძლო ნავთობის შუამავლით გატანა. შეეძლო ფასდაკლებით გაეყიდა ჩინეთსა და ინდოეთს. შეეძლო გამოეყენებინა ფიქტიური კომპანიები და მეგობრული პორტები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომ ფული მოძრაობაში დაეტოვებინა. არასრულყოფილი, დიახ, მათი ეკონომიკისთვის საშინელი, დიახ. მტკივნეული, დიახ, მაგრამ გადარჩენა შეიძლებოდა. მათი რეჟიმი ამას წლები აუძლებს. საზღვაო ბლოკადა კი სრულიად განსხვავებულია და არა მხოლოდ სიმკაცრით. ხედავთ, როცა ფიზიკურად უზარმაზარი რაოდენობის ნავთობი გაქვთ, მხოლოდ ფიქტიური კომპანიებით ვერ გადაადგილებთ მას. განსაკუთრებით მაშინ, როცა სარაკეტო ნაღმოსანთან გაქვთ საქმე. ბლოკადამ ირანის ნავთობსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფიზიკური კედელი შექმნა. მომდევნო კვირებში გამოქვეყნებული მონაცემები შთამბეჭდავი იყო. ირანს 184 მილიონი ბარელი ნავთობი ჰქონდა ტანკერებზე, რომლებიც არსად მიდიოდნენ. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ეს ფიზიკური დაგროვება. ამ ბარელებიდან 60 მილიონი ფიზიკურად იყო გაჭედილი სპარსეთის ყურეში. კიდევ 124 მილიონი კი ჩინეთის მახლობლად იყო გაჩერებული. მყიდველებს ეს ნავთობი სურდათ, მაგრამ აშშ-ის მეორეული სანქციების ეშინოდათ და ხელს ვერ ახლებდნენ. ეს ბლოკადა, დიახ, ირანს ყოველდღიურად დაახლოებით 400-დან 500 მილიონ დოლარამდე აკარგვინებდა. და ეს თავისთავად საკმაოდ დიდი ამბავია. მაგრამ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება. ხედავთ ირანის ნავთობის საცავები, როგორც ხმელეთზე, ასევე მცურავ ტანკერებში, თითქმის 100%-იან ტევადობას უახლოვდებოდა. როცა საცავები გაივსებოდა, ირანს მოუწევდა რაღაცის გაკეთება, რაც ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ რეალურად საკმაოდ კატასტროფულია. მათ მოუწევდათ მოქმედი ნავთობის ჭაბურღილები გაეჩერებინათ. აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმ ტიპის მოძველებულ ნავთობის საბადოებში, რომლებსაც ირანი იყენებს, ჭაბურღილის გაჩერება უბრალოდ პაუზის დაჭერას არ ნიშნავს. მიწისქვეშა წნევა, რომელიც ნავთობს ზედაპირზე ამოჰყავს და მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებოდა, ქრება მაშინ, როცა ჭაბურღილს ხურავ. ის შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს. თუ ეს ბლოკადა გაგრძელდება, ირანი შეიძლება მუდმივად დაკარგოს დღეში 300-დან 500,000 ბარელამდე წარმოების სიმძლავრე. ეს არც ცუდი კვარტალია და არც რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის დაკარგვა. ეს არის 9-დან 15 მილიარდ დოლარამდე წლიური შემოსავალი, რომელიც სამუდამოდ დაიკარგება მიუხედავად იმისა, გაფორმდება თუ არა შეთანხმება. ანალიტიკოსების თქმით, სხვათა შორის, ვადას 15-315-დან 60 დღემდე ასახელებენ. რაც ნიშნავს, რომ თუ ეს ბლოკადა კიდევ 15-60 დღე გაგრძელდება, ისინი დაკარგავენ ნავთობის წარმოების შესაძლებლობას. იმ შესაძლებლობას, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას დაიქირავონ ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული პირები, რომლებიც ირანის ხალხს თრგუნავენ. ნავთობი, რომელიც კიდევ ბევრ რამეს აფინანსებს. რადგან ეს ფული მხოლოდ შეიარაღებულ ადამიანებთან არ მიდიოდა. რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ირანელებს ისინი უყვართ. ის არსებობს იმიტომ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურას უხდიან. რევოლუციური გვარდიის მეთაურებს ეკონომიკური იმპერიები აქვთ. რიგით ჯარისკაცებს ხელფასები აქვთ.
შემორტყმული მილიციელებს დანამატები აქვთ. ასე აკონტროლებენ მათ. ისინი ფინანსურად მომგებიანად აქცევენ ისლამური რეჟიმის ნაწილად ყოფნას და თითქმის შეუძლებელს ხდიან სხვა რამით დაკავებას. მაგრამ ახლა ეს ფული ქრება. სხვათა შორის უკვე გავრცელდა ცნობები, რომ რეგულარული არმიის ნაწილებს თვეებია ხელფასი არ მიუღიათ. არა ირანის რევოლუციური გვარდია, ისინი ჯერ საკუთარ ფულს იცავენ. რეგულარული ჯარისკაცები ერთგულების ჯაჭვის ქვედა რგოლში მყოფი ადამიანები. ისრაელის დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც ამ კვირაში ციტირებდნენ, შეაფასა, რომ თუ ბლოკადა გაგრძელდება, ისლამური რესპუბლიკა 2026 წლამდე ვერ გაძლებს, რაც მხოლოდ 8 თვეა დარჩენილი. 46 წლის განმავლობაში პირველად. დრო მხოლოდ დასავლეთის წინააღმდეგ არ მუშაობს. ეხო დრო თეირანის წინააღმდეგაც მუშაობს. მაისის 4-ში ტრამპმა გამოაცხადა Project Freedom. მისიის ფარგლებში შეერთებული შტატების სამხედრო ძალები კომერციულ გემებს ესკორტს უწევდნენ ჰორმუზის სრუტეში, რომელსაც ირანი ომის დაწყებიდან გარკვეულწილად ბლოკავს. 20,000 მეზღვაური 87 ქვეყნიდან გაჭედილია გემებზე სპარსეთის ყურეში. გადაზიდვების მოძრაობა ომამდე არსებული დონიდან 5%-მდე დაეცა. ბენზინის ფასები აშშ-ში ზოგჯერ $6 მეტია გალონზე. სამწუხაროდ, თუმცა გემების ესკორტირება სრუტეში მარტივად ჟღერს, ასე არ არის, რადგან ჰორმუზის სრუტე, როგორც ალბათ უკვე იცით, ძალიან ვიწრო საზღვაო მარშრუტია. რეალური საზღვაო მარშრუტები არხები, რომლებიც საკმაისად ღრმაა ტანკერებისთვის, თითოეულ მიმართულებით დაახლოებით 2 მილის სიგანისაა. ეს უკიდურესად ვიწროა. ირანი წლების განმავლობაში ათავსებდა რაკეტების ბატარეებს, სწრაფი შეტევის ნავების ესკადრებს, დრონების გაშვების ადგილებს და ნაღმებს ორივე სანაპიროზე. სპეციალურად რად იმისთვის, რომ დაემუქროს ყველაფერს, რაც ამ 2 მილში გადაადგილდება. როგორ უნდა გააცილოთ გემი ასეთ პირობებში? ვერ შეძლებთ უბრალოდ მის გვერდით დესტროერის დაყენებას. როგორც პირადი მცველი ხალხში ვიმეს რომ მიაცილებს. გეომეტრია ასე არ მუშაობს. მანევრირების ადგილი არ არის და დესტროერი, რომელიც ტანკერის გვერდით დგას, 2 მილიან არხში მარტივი სამიზნეა. რეალურად კი თქვენ ქმით თავდაცვით ქოლგას. დესტროერები ახლოს იკავებენ პოზიციებს. გამანადგურებელი თვითმფრინავები ზემოდან პატრულირებენ და მუდმივ კონტროლს ახორციელებენ. გემის გემბანიდან აფრენილი ვერტმფრენები უზრუნველყოფენ დაკვირვებას და მეთვალყურეობას. წინ მიფრინავენ, რათა ვიზუალურად ამოიცნონ ყველაფერი, რაც ახლოვდება. დრონები ნაპირს აკვირდებიან გაშვების ნიშნების დასაფიქსირებლად. როგორც კი ირანი რამეს ისვრის, რაკეტას, დრონს, სწრაფი შეტევის ნავს, რომელიც კომერციული გემისკენ მიემართება, ქოლგა მას ჩაჭერს, სანამ მიაღწევს მიზანს. და რა თქმა უნდა არსებობს ნაღმების პრობლემა დალემა და მათი გაწმენდის მცდელობაც. კომერციულ გემს თავად არ სჭირდება სამხედრო დაცვა ბორტზე. მას სამხედრო დაცვა გარს აკრავს, ზემოდან და წინაც. ეს არის კონვოის თანხლების მოდელი. ზუსტად იგივე მიდგომა გამოიყენა აშშ-ში საზღვაო ფლოტმა მეორე მსოფლიო ომის დროს ატლანტიკის გადაზიდვების დასაცავად გერმანული წყალქვეშა ნავებისგან. პრინციპი ძალიან მარტივია. თუ გინდა დაარტყა სავაჭრო გემს, ჯერ სამხედრო გემები უნდა გადალახო. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ქოლგა იმუშაოს, ბაზები გჭირდება. გამანადგურებელ თვითმფრინავებს სჭირდებათ ადგილი, საიდანაც აფრინდებიან და დაეშვებიან. საწვავით მომარაგებელ თვითმფრინავებს სჭირდებათ ადგილი, სადაც იმუშავებენ. ჰორმუზის სრუტე გაშემორტყმულია ისეთ ქვეყნებით, როგორიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი, იორდანია, ომანი, კატარი და აშშ-ს ყველა მათგანთან სამხედრო ურთიერთობები აქვს. მაგრამ, და ეს არის მთავარი პრობლემა, ამ ბაზებზე უდომის გარეშე თვითმფრინავები ვერ შეძლებენ სრუტემდე დროულად მისვლას, რომ სასარგებლო იყვნენ. ამ შემთხვევაში ქოლგა ინგრევა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა, რადგან მედია ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს ტრამპმა უბრალოდ თავი დაანება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო რთულია. ოპერაცია რეალური და დაუყოვნებელი იყო. 12-ზე მეტი სამხედრო ხომალდი იქნა გაგზავნილი, 15,000 სამხედრო მოსამსახურე, 100-ზე მეტი სახმელეთო და საზღვაო თვითმფრინავი, 2 გამანადგურებელი, USS Truxtun და USS Mason, სრუტეებში გადავიდნენ. ირანმა გაუშვა რაკეტები, დრონები და გაგზავნა სწრაფი შეტევის, მაგრამ გამანადგურებლები მოძრაობას აგრძელებდნენ. ყველა საფრთხე აღკვეთილიდან შეჩერებული იქნენ. 2 ამერიკული სავაჭრო გემი უსაფრთხოდ გავიდა. მათ მიჰყვა მასკის გემი. ამან იმუშავა. პიტ ჰექსეტი პენტაგონის ტრიბუნასთან იდგა და თქვა: ირანს სრუტეზე კონტროლი არ აქვს. და ის დაახლოებით 24 საათის განმავლობაში მართალი იყო. იმიტომ რომ პროექტი თავისუფლება მიუხედავად მისი სახელისა, მხოლოდ ჰუმანიტარული ოპერაცია არ იყო. ეს ასევე იყო ის, რაც რომ გაგრძელებულიყო, ბლოკადის ერთმხრივ ზეწოლას მუდმივ გახდიდა. იფიქრეთ, რას ნიშნავდა გაგრძელებული პროექტი თავისუფლება. სრუტე ღიაა მსოფლიო გადაზიდვებისთვის. ირანის პორტები კვლავ ბლოკირებულია აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ. ყველა სხვა ქვეყნის ნავთობი თავისუფლად მიედინება. ირანის ნავთობი კი არსად მიდის. ეს უბრალოდ ორდღიანი ეკონომიკური დაპირისპირება არ არის, სადაც ორივე მხარე იბრძვის. ეს ერთმხრივი, მიზანმიმართული, ექსკლუზიური და საბოლოო ზეწოლაა ირანზე. სპარსეთის ყურის ქვეყნები აგრძელებენ ნავთობის გატინდვას სრუტის გავლით. აზია კვლავ იღებს ენერგიას. ბენზინის ფასები იკლებს, რაც ტრამპს აწყობს და ირანის საცავი აუზები ივსება. მის ჭაბურღილებს ხურავენ და რევოლუციური გვარდია ხელფასებს ვეღარ იხდის. რაც ნიშნავს, რომ ხალხი ხელფასს ვერ იღებს და ეს ადამიანები ბრაზდებიან. რაც ნიშნავს, რომ თავისთავად შესაძლოა ისლამური რესპუბლიკა დაეცეს. პროექტი თავისუფლება უბრალოდ ესკორტის მისია არ იყო. ეს იყო ის, რაც ბლოკადას გადამწყვეტს გახდიდა და შემდეგ ის შეთხდა.
ტრამპმა თქვა, რომ პროექტი თავისუფლება შეაჩერა, რადგან ირანთან შეთანხმებისკენ დიდი პროგრესი იყო, მაგრამ ასე არ მომხდარა. ტრამპმა პროექტი თავისუფლება გამოაცხადა ისე, რომ ჯერ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არ შეათანხმა. საუდის არაბეთმა ამის შესახებ განცხადებიდანვე გაიგო, როგორც ყველა სხვა. და საუდის არაბეთი, რომელიც მას პინძლობს პრინცი სულთნის ავიაბაზას და აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, რომელიც აშშ-ს სამხედროებს რეგიონში ოპერირებისთვის სჭირდებათ, გაბრაზებული იყო. მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი ირანს მხარს უჭერენ, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდათ ირანი რას გააკეთებდა მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნით იმ ოპერაციის გამო, რომელზეც სიტყვა არ ეთქმოდათ. სპარსეთის ყურის ქვეყნებს აქვთ ნავთობსადენები და ნავთობის ტერმინალები. ისინი ირანის სარაკეტო ბატარეების პირდაპირ წყლის გაღმა მდებარეობენ. მათ უწევთ აიტანონ ამერიკული გადაწყვეტილებების შედეგები, რომლებზეც მათთან არავის უსაუბრია და რომლებიც მათ ქვეყნებზე სერიოზულ გავლენას ახდენს. საუდის არაბეთმა აშშ-ს აუკრძალა თავისი ავიაბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენება საპასუხოდ. იგივე გააკეთა ქუვეითმაც. საუდისა და ქუვეითის ბაზების გარეშე თვითმფრინავებს, რომლებიც Project Freedom-ისთვის თავდაცვით ქოლგას უზრუნველყოფდნენ, გამანადგურებლებს, საწავის შემავსებელ ტანკერებს და ამხმარე თვითმფრინავებს აღარ ჰქონდათ მოქმედების ადგილი. ალტერნატიული მარშრუტი არ არსებობდა. ტრამპა შემდეგ მოჰამედ ბინ სალმანს დაურეკა. ზარმა პრობლემა ვერ მოაგვარა. ირანის თავდასხმები არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ამავე დროს, რა თქმა უნდა, დამთხოვა არ ყოფილა. არაბთა გაერთიანებული საამიროები ძლიერია, მაგრამ ძალიან პატარაა. ძალიან პატარა. და მას არ შეუძლია სრულმასშტაბიანი ომის დაწყება ძლიერ ირანთან. რა კავშირი აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საუდის არაბეთთან? კარგად გახსოვდეთ, ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნები გამოიყენა როგორც ზეწოლის ბერკეტი აშშ-ზე. მათ იციან, რომ ამ ქვეყნებს ომში ჩართვა არ შეუძლიათ, რადგან ეს მათ ეკონომიკასა და ტურიზმს აზიანებს. მაგრამ ისინი ახლა არ აპირებდნენ საუდის არაბეთთან დაპირისპირებას, რომელიც უზარმაზარია. ამიტომ აირჩიეს არაბთა გაერთიანებული საამიროები, როგორც გაფრთხილება სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. და მათ ეს გზავნილი მკაფიოდ და გასაგებად გააგზავნეს. ოპერაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღწერეს როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი 20,000 მეზღვაურისთვის და რომლის დაცვასაც ჰექსეთი დილის პრესკონფერენციაზე ცდილობდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო გაგრძელებულიყო. ამიტომ ტრამპმა ეს დიპლომატიურ ჟესტად წარმოაჩინა. დიდი პროგრესია, შეთანხმება ახლოსაა. ვჩერდებით, რომ შვიდობას მივცეთ შანსი. თუმცა ირანის პარლამენტის სპიკერმა თავისი პასუხი ინგლისურად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. Operation Trust Me Bro ჩავარდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიოსის ანგარიშს, რომ ეს შეთანხმება ახლოს იყო, Operation Faxios უწოდა. რეჟიმმა ზუსტად იცოდა რა მოხდა. ოპერაცია დიპლომატიის გამო არ შეჩერებულა. ის შეჩერდა იმიტომ, რომ კოალიცია, რომელიც მათ სჭირდებოდათ ფარდასაჯერად, 24 საათში ფაქტობრივად დაიშალა. ეხლა და ეს მნიშვნელოვანია. მინდა სამართლიანი ვიყო, რადგან აქ თავარი ის არ არის, რომ დონალდ ტრამპი გულუფხილოა ან ადულად მოტყუტება. ის ირანის ტყუილებს არ აღყოლია. ამბავი ბევრად უფრო რთულია ვიდრე ეს. დონალდ ტრამპზე ზეწოლას სამი ფაქტორი ახდენს, რომლებსაც ირანის მოლაპარაკების მაგიდაზე შეთავაზებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. და ირანს ამ ზეწოლების შექმნა არ სჭირდება, რადგან ისინი უკვე არსებობს. ირანს უბრალოდ სჭირდება, რომ მოლაპარაკებები იმდენ ხანს გაგრძელდეს, სანამ ზეწოლა თქმეს გააკეთებს, თავის საქმეს გააკეთებს. რა არის ეს ზეწოლები? პირველ რიგში ბენზინის ფასები. დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნებში კენჭს იკრიდა დაპირებით, რომ ბენზინის ფასი 1 გალონზე $2 ნაკლები იქნებოდა 12 თვეში. ამჟამად ბენზინის საშუალო ფასი $4 მეტია. მიჩიგანში ერთ კვირაში 72 ცენტით გაიზარდა. ოჰაიოში 60 ცენტზე მეტით. ეს არის გადამწყვეტი შტატები, სადაც ნოემბერში სენატის არჩევნებია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 10-დან 8-ზე მეტი ამერიკელი ამბობს, რომ ბენზინის ფასები მათ საოჯახო ბიუჯეტს ამძიმებს. უმეტესობა პირადად ტრამპს ადანაშაულებს. დემოკრატები კონგრესის არჩევნებში 10 ქულით ლიდერობენ. ბოლოს დემოკრატებს ასეთი დიდი უპირატესობა შუალედურ არჩევნებამდე 2006 წელს ჰქონდათ. ბენზინის ფასები ამერიკულ პოლიტიკაში ყველაზე თვალსაჩინო და ემოციური ეკონომიკური მაჩვენებელია. ყველა ამომრჩეველი მათ ყოველდღე დღეში ორჯერ თვალის დონეზე აბრებზე ხედავს. და ამ სრუტის დახურვა პირდაპირ მიზეზია. შეთანხმება, რომელიც სრუტეს ხელახლა გახსნის, ნავთობის ფასებს დააგდებს. ბაზრები 600 ქულით გაიზარდა იმ დღეს, როცა ტრამპმა თქვა, რომ დიდი პროგრესია. ასე რომ ეს მისთვის ცოტა პრობლემა. მეორე ზეწოლა შუალედური არჩევნები. რესპუბლიკელები აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადაწყვეტილებების გატანა. შუალედური არჩევნები თითქმის ყოველთვის მოქმედი პარტიის მიმართ რეფერენდუმია. არაპოპულარული ომი და ბენზინის ფასების ზრდა ნოემბრამდე 6 თვით ადრე კოშმარული სცენარია. ყველა იმ რესპუბლიკელისთვის, ვინც კონკურენტულ მანდატზე იყრის კენჭს. კონგრესის რესპუბლიკელებმა ეს საკითხი პირდაპირ ტრამპთან დააყენეს, როგორც იუწყებიან. პოლიტიკური არითმეტიკა მარტივია. შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს. და არჩევნების დღემდე ბენზინის ფასებს შეამცირებს, ბებს, პარტიისთვის უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს, შესაძლოა თვითონ წარმომადგენელთა პალატისთვისაც კი. ამიტომაც ზეწოლა ამ მიმართულებით იზრდება. რაც მიგვიყვანს მესამე ზეწოლამდე, მის მემკვიდრეობამდე. ტრამპის მთელი პოლიტიკური იდენტობა დაფუძნებულია იმაზე, რომ ის არის გარიგებების ოსტატი, რომელიც იმას ახერხებს, რაც სხვას არ შეუძლია. გარიგება, რომელიც დაასრულებს ირანთან ომს, გახსნის სრუტეს, შეამცირებს ბენზინის ფასებს და გაანეიტრალებს ბირთვულ საფრთხეს, მისი თქმით, იქნება ნებისმიერი პრეზიდენტის ისტორიაში უდიდესი დიპლომატიური მიღწევა.
ეს ნამდვილად დიდი мотиваცია. ამის აღიარება ცინიზმი არ არის. ეს განსაზღვრავს, როგორ აღიქვამს ის სიგნალებს მეორე მხრიდან. როცა შუამავლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია, ტრამპს ნამდვილად უნდა რომ ეს სიმართლე იყოს და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყოს. და ამ ყველაფერთან ერთად ძალიან შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ინფორმაცია, რომელსაც ის იღებს თავისი მრჩევლებისგან, ცოტა შეცდომაში შემყვანი იყოს. ვიტკოფი. მაგრამ მეგობრებო, ყველაფერი არ არის დაკარგული, რადგან მოდით ნახოთ, რას აკეთებს ირანი ამჟამად. ის აჩვენებს მზადყოფნას შეთანხმებისთვის. შეთხობინებები გადადის პაკისტანელი შუამავლობის მეშვეობით, განიხილება 14 პუნქტიანი ჩარჩო, ირანი განიხილავს წინადადებებს, პროგრესი მიღწეულია. ამასობაში ირანის წითელი ხაზები 1 სანტიმეტრითაც არ შეცვლილა. გამდიდრება მოლაპარაკების საგანი არ არის. იანის მარადი ქვეყანაში რჩება. ირანის რევოლუციური გვარდია ახლახან გამოაცხადა გადასახადის ახალი წესები გემებისთვის, სრუტეში, რაც ნიშნავს, რომ ირანი ამ სრუტეს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს. ირანის პარლამენტის სპიკერი საჯაროდ დასცინის ამერიკულ დიპლომატიას სოციალურ ქსელებში. შუამავლები აცხადებენ პროგრესს, რაც სრული სისულელია. ირანი კი დაუმორჩილებლობას აცხადებს. ორივე რამ ერთდროულად ხდება და ისინი წინააღმდეგობაში არ არიან, რადგან ერთი დასავლეთისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი შიდა აუდიტორიისთვის. ეს არის ხრიკი. ზუსტად ეს უნდა ირანს. ხედავთ, ირანს აქვს სტრატეგია, ძალიან მარტივი სტრატეგია, რომლითაც ისინი მოლაპარაკებებიდან გამოდიან, მათ აჭიანურებენ და დროს იგებენ. მაგრამ ეს არის საინტერესო მომენტი, რადგან ეხლა დრო შეიძლება არც კი მუშაობდეს მათ სასარგებლოდ, თუ ეს ბლოკადები გაგრძელდება. ამიტომაც აძლიერებენ ზეწოლას, ზრდიან წნეხს ტრამპზე, რომ მან ყველაფერზე უკან დაიხიოს და შეთანხმებას მოაწეროს ხელი. არსებობს გეგმა თუ როგორ ცდილობს ირანი თავისი შეთანხმებების გატანას და ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში უცვლელია. შეიძლება ამაზე ცალკე ეპიზოდით გავაკეთოთ, შეგოთხოვინეთ კომენტარებში თუ გსურთ რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ ირანს რეალურად არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მიმართ. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მეტი მიიღონ ამ პროცესიდან, რომ შეძლონ ბირთვული შესაძლებლობების განვითარება, სანქციების მოხსნა და ასე შემდეგ. და გააგრძელონ საკუთარი თავის ჩამოყალიბება ტერორისტულ ორგანიზაციად. ამერიკას რა თქმა უნდა ეს არ აინტერესებს, მაგრამ მთლიანობაში ამ კონკრეტულ სფეროში ბევრ სირთულეს ვხედავთ. ეხლა, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყველაფერი ეს შიში თითქოს ტრამპი უკან იხევს, უბრალოდ იმისთვის იყოს, რომ ტრამპისა და ნეთანიაჰუს მხრიდან ირანზე მოულოდნელი და უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდეს, როცა ირანი ამას არ ელოდება. დიახ, ეს ძალიან შესაძლებელია. რადგან ეს მოლაპარაკებები სიმართლეს არ შეესაბამება. ირანის წითელი ხაზები 1 სანტიმეტრითაც არ შეცვლილა და საბოლოოდ ყველაფერი ისევ გამდიდრებაზე დაბრუნდება. ისინი არ აპირებენ უარი თქვან ურანზე და ეს სწორედ ის ერთადერთი რამაა, რაც ამერიკას სჭირდება. ასე რომ უნდა დაველოდოთ, ნახოთ ვინ დათმობს. მედიატორები პროგრესს აცხადებენ, ირანი კი წინააღმდეგობას და ეს ორივე რამ ერთდროულად ხდება, რაც ძალიან ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მაგრამ რატო? ერთი დასავლეთისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მეორე ბევრად უფრო ეხება ისლამური რესპუბლიკის გეგმას, რადგან ესაა ხრიკი. ზუსტად ასე გამოიყურებოდა 2003 წელი, ზუსტად ასე გამოიყურებოდა 2013 და 2021 წლები. ყველა წინა მოლაპარაკება. მათ არ სჭირდებათ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ ეს საკმარისად დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ პირველად ირანს სჭირდება, რომ ეს პროცესი ცოტა დააჩქარონ, რადგან ის ნავთობის საცავი აუზები აღარ შეივსება. იმ ჭაბურღილებს თავი არ დაახურონ, მათ გამოსავალი სჭირდებათ. ბლოკადის შემთხვევაში პირველი იარაღი 46 წლის განმავლობაში, რომელიც რეალურად ქმნის შეუქცევად ზიანს, უნდა მოიხსნას შეთანხმების ფარგლებში. მანამ სანამ ეს შეუქცევადი ზიანი დადგება. ეს უზარმაზარი პრიორიტეტია. ასე რომ თუ შეთანხმება გაფორმდება, ბლოკადა დასრულდება. ირანის ნავთობი ისევ იდინება. ირანის რევოლუციური გვარდია თავის შემოსავალს დაიბრუნებს. ჭაბურღილებს თავს არ დაახურავენ. 9-დან 15 მილიარდი დოლარამდე წლიური მუდმივი ზარალი აღარ იქნება. ირანს დიდი შეთანხმება არ სჭირდება. მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ ბლოკადა მოიხსნას მანამ სანამ რეზერვუარები აივსება. მე გითხარით, რომ ეს საუბარი გულწრფელი იქნებოდა, ასე რომ აი ისიც. ამჯერად საქმე ცოტა განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც წარსულში გვინახავს. ბლოკადა სანქციები არ იყო და მას გვერდისალვა ვერ მოხერხდება. ის იწვევს ფიზიკურ შეშეზადლუა მუდმივ ზიანს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ზიანს, რომელიც არ განიკურნება მაშინაც კი, როცა შეთანხმება გაფორმდება. მარიონეტული ძალები აღარ დარჩნენ. ჰეზბოლა დასუსტებულია. ჰამასი განადგურებულია. ჰუსიტები მხოლოდ ჩრდილია იმისა, რაც ადრე იყვნენ. ირანი ნამდვილად მარტო დარჩა ისე, როგორც 1980-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ისრაელის სადაზვერო საზოგადოება, რომელიც რეჟიმს თითქმის ყველაზე უკეთ იცნობს, ამბობს, რომ მოცემულობა შეიცვალა. ეს ხრიკი ყოველთვის მუშაობდა ადრე. მოლაპარაკებების მაქსიმალურად გაჭიანურების ხრიკი. რიგი, რადგან ირანს შეეძლო გადაეტანა ზეწოლა და უფრო დიდ ხანს გაეძლო, ვიდრე მეორე მხარის პოლიტიკური ნება. მაგრამ პირველად არსებობს სერიოზული ანალიტიკური არგუმენტი, რომ ირანი ამ კონკრეტულ ზეწოლას იმდენ ხანს ვერ გაუძლებს, რომ რამეს გადააცივოს. და სწორედ ამიტომ არის საუდის არაბეთის ფაქტორი ასეთი სერიოზული პრობლემა და სწორედ ამიტომ დაარტყა ირანმა როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ისრაელსაც. იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ ეს სპარსეთის ყურის ქვეყნები იყო ის ძალა, რომელიც შეიძლება მათ გადარჩენაში დაეხმაროს.
ირანი გადაურჩა ისეთ რამეებს, რასაც ხალხი ფიქრობდა, რომ ვერ გადაიტანდა. ირან-ერაყის ომმა ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ირანი გადარჩა. მწვანე მოძრაობამ მილიონობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში, მაგრამ ირანი მაინც გადარჩა. მაჰსა ამინის პროტესტებმა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჯანყება იყო, ასობით დემონსტრანტი იმსხვერპლა და რეჟიმი მაინც გადარჩა, რადგან ისინი ძალიან კარგად იცავენ საკუთარ უსაფრთხოების სტრუქტურებს, დანარჩენი მოსახლეობის ტანჯვისგან. მაგრამ ამას მხოლოდ ფულით ახერხებენ. და ბლოკადა მხოლოდ მაშინ იქნება გადამწყვეტი, თუ ის შენარჩუნდება. შენარჩუნებას სჭირდება პოლიტიკური ნება. დემოკრატიაში პოლიტიკური ნება, პოლიტიკური ნება ყოველთვის შეზღუდულია. ბენზინის ფასები, შუალედური არჩევნები, პრეზიდენტი, რომელსაც მისი მემკვიდრეობისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება სურს, მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლება ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ, რაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. ეს მცირე ფაქტორები არ არის. ეს სწორედ ის ბერკეტებია, რომელთა გამოყენებაც ირანს კარგად ეხერხება. ასე რომ, აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დააკვირდით, საიდან დაიწყებს ნავთობის მარაგების მაჩვენებლების გამოქვეყნებას. როცა ეს რეზერვუარები მაქსიმუმს მიაღწევს, იწყება უკუ პროცესის ფაზა და ირანის გადაუდებლობა უეჭველი გახდება. ასევე უნდა დააკვირდეთ, განახლდება თუ არა Project Freedom. გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთმა და ქუვეითმა აშშ-ს ბაზებზე ცდომა აღადგინეს. თუ ოპერაცია დაბრუნდება და ამჯერად სპარსეთის ყურის ქვეყნებს სათანადოდ გაესაუბრებიან, ერთგვარი ზეწოლის სცენარი კვავრიალური გახდება. დააკვირდით, რას თავაზობს ირანი რეალურად და არა იმას, რას ამბობენ შუამავლები ატმოსფეროზე. თუ გამდიდრება, კვლავ არ ექვემდებარება მოლაპარაკებას, თუ ირანის მარაგი რჩება, თუ ირანის რევოლუციური გვარდია განაგრძობს სრუტისთვის ახალი წესების გამოცხადებას, შეთანხმება ახლოს არ არის. ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ხრიგი გაატარონ. და დააკვირდით დროსაც, რადგან 23 წლის განმავლობაში პირველად დრო მხოლოდ დასავლეთის წინააღმდეგ არ მუშაობს. კითხვა ისაა, შეძლებენ თუ არა ყველანი საკმაისად დიდხანს გაუძლონ, რომ დრო იაროს. აი, რითაც მინდა დაგტოვოთ. ეს უბრალოდ კარგი და ცუდი ადამიანების ისტორია არ არის, მარტივი გაგებით. ეს არის ისტორია რეჟიმზე, რომელიც განსაკუთრებულად კარგად აკეთებს ერთ რამეს, გადარჩენას და დემოკრატიული მთავრობების ერთობლიობაზე, რომლებიც სტრუქტურულად ნაკლებად ძლიერები არიან იმ ერთ საკითხში, რაც ამ რეჟიმს შეაჩერებდა. მოთმინება, რადგან მათ შუალედური არჩევნები აქვთ მოსაგები. ირანის სულელი არ არის. ის ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებდა, 46 წლიანი გამოცდილების სიზუსტით. როცა ამას გაიგებ, აღარ გაკვირვებს სათაურები. იწყებ მათ სხვანაირად საკითხვას. ირანი მოლაპარაკებისთვის მზად ყოფნას აჩვენებს. ზეწოლა მწალდება. შუამავლები მნიშვნელოვან პროგრესს აცხადებენ. ხრიკი მუშაობს. ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი. შეთანხმება შეიძლება რამდენიმე დღეში შედგეს. ახლა დროა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მოდელი შეიძლება დაირღვეს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი რეჟიმები საბოლოოდ მართლაც ეცემა, არა იმიტომ, რომ ამას გარედან სურთ, არამედ იმიტომ, რომ შიდა წინააღმდეგობები შეურიგებელი ხდება. იარაღიანი კაცები რწმენას კარგავენ, ფული იწურება. შიში, რომელიც ყველაფერს ერთად აკავებს, ძალას კარგავს. მოხდება ეს 2026 წელს თუ არა, ერთ რამეზეა დამოკიდებული. გაძლებს თუ არა ბლოკადა იმდენ ხანს, რომ გათვლა შეუძლებელი გახდეს. დასავლეთის ქვეყნები შეწყვეტენ თუ არა იმედს, რომ ირანი გონივრულად მოიქცევა და რეალობას შეეგუებიან თუ ვინ არიან ისინი სინამდვილეში და არ დათმობენ პოზიციებს. ისრაელმა და აშშ-მ ბოლო რამდენიმე თვეში საოცრად ზუსტად იმოქმედეს, მოულოდნელობები მიმოახდინეს, რამაც ირანი სერიოზულად შეარყია, მაშინ როცა ამას არავინ ელოდა. მაგრამ აქილევსის ქუსლი ისევ და ისევ იჩენს თავს. აშშ-ს სხვა საჭიროებები აქვს, რომლებიც ამაზე უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს უკვე სამხედრო საკითხი აღარ არის, ეს პოლიტიკური საკითხია. და პოლიტიკა, არეუდარეული, ზეწოლის ქვეშ მყოფი, შუალედური არჩევნებით დატვირთული პოლიტიკა სწორედ ის სფეროა, სადაც ირანი ყოველთვის იმარჯვებდა. და მაინც ტრამპს ყოველთვის აქვს კოზირი ხელში. შეიძლება ეს ყველაფერი ხრიკი იყოს საბოლოო დარტუმისთვის, რომელიც მართლა დაასრულებს მათ. ურადრებით იყავით, რადგან ეს სწორედ ის მომენტია. შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ახლა თქვით, აი რა ხდება. Project Freedom, რომელმაც ერთდროულად გახსნა სრუტე და დააწესა ბლოკადა ნავთობზე, თუ გაგრძელდება, რეალურად ირანს გადარჩენის საშუალებას არ მისცემს. რადგან ისინი არა მხოლოდ ნავთობს დაკარგავენ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ტერორიზმს აფინანსებს ყველგან, არამედ დაკარგავენ შესაძლებლობას გადაუხადონ საკუთარ ქვეყანაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც მათ იცავენ. და ეს საშუალებას აძლევს ირანის მოსახლეობას, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ისლამურ რესპუბლიკას. ასე რომ დაუბრუნდეთ კითხვას, რომლითაც დავიწყეთ. შეუძლია თუ არა ისლამურ რესპუბლიკას პოტენციურად დაეცეს. დიახ, ძალიანაც კი. რადგან თუ ბლოკადა გაგრძელდება და ისინი ნავთობს დაკარგავენ, მაშინ ისინი პოტენციურად აღმოჩნდებიან ისეთ სიტუაციაში, სადაც ვეღარ გადაუხდიან იმ ადამიანებს, რომლებიც ირანის მოსახლეობას ტრგუნავენ. მაგრამ მათ ეს წინასწარ დაინახეს და იცოდნენ, რომ ეს პოტენციურად შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომაც მათ გამოიყენეს თავიანთი მცირე ბერკეტი, რადგან ესმით, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპზე ზეწოლას მოახდენენ, რაც არაერთხელ გვინახავს. ისინი აგრძელებენ მათზე თავდასხმას, რაც ამ ყველაფერს ძალიან პრობლემატურს ხდის. თუ Project Freedom და ბლოკადა გაგრძელდება, ნავთობის მიწოდება შეწყდება და ნავთობი ირანიდან აღარ წამოვა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა დასტაბილურდება და შეიძლება პირველად ჩვენ შევწუოთ მათ თამაში, მათზე უკეთ თამაში. იმიტომ რომ მათი თამაში მარტივია. მუდმივად მოლაპარაკებები, მუდმივად გაჭიანურება, რათა დრო მოიგონ და ბირთვული შესაძლებლობები აღიდგინონ. ყველაფერი ამ ერთ საკითხზე მოდის. ეხლა კი უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. მე ირაքի ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.